ფსიქოლოგების სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში მომხდარის მიზეზებს იკვლევენ და აცხადებენ, რომ ციხის დახურულმა სივრცემ და წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობამ ზედამხედველების არაადამიანურ ქმედებაზე პირდაპირ პროპორციულად იმოქმედა. ამასთან წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრებში ყოფილი პატიმრების შიშზე საუბრობენ. რა კავშირი აქვს გლდანის მერვე საპრობილეში გადაღებულ კადრებს თითქმის ნახევარი საუკუნის წინ სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ ექსპერიმენტთან ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. Ramadliana tanatef chemimzeshim tvareu ჯანაჯავახიშვილმა არის ის მსხვერპლად ქცეულ პატიმარს ნამდვილად აქვს ფსიქიკური აშლილობა თუ ციხის ადმინისტრაციამ ჟავდებულის დასასჯელად განსხვავებულ მეთოდს იყენებს. ფსიქოლოგი შენიშნავს, რომ სასჯელ აღსრულების სამნისტროს თანამშრომლების მოძალადეება ჩამოყალიბებას საპატიმროებში არსებულმა სიტუაციამ, მათზე დაკისრებულმა როლმა და თავად სისტემის კარჩაკეტილობამ შეუწყო ხელი. ის რომ დადიოდა ხმები, რომ ასეთი რაღაცები ხდება პენიტენციურ სისტემაში, ჩვენ უნდა ვთქვა, რომ აი გზნობრად ჩავფლავდით სამოქალაქო საზოგადოება, რომ ჩვენ სანამ ეს კადრები არ ვნახეთ, ჩვენ უფრო მეტად არ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ გახსნილიყო ციხე. ის კი არა და სკოლას ჩვენი თვალწინ ჩაიკეტა სკოლის სისტემა. რატომ არ ყავდათ სავარაუდოდ ფსიქიკური დარღვევების მქონე პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე დღეს უკვე ყოფილი სახალხო დამცველისგან შეეცადა. გიორგი ტუღუში მეორე დღეა სასჯელ აღსრულების მინისტრად დაინიშნა. მოვინახულოთ ფსიქიატრიული განყოფილება. ნახეთ უკვე ვიყავით ბატონ დიმიტრი და ძალიან გთხოვთ რა პაციენტებთან ეხა სიარული არ გეუბნებით რომ ეხა რაღაც. უბრალოდ ნახოთ დავწმუნდეთ ძიმე და უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმართა კონტინგენტი რამდენ პატიმარს მოიცავს. სია მაქვს მე ამოღებული, ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც სანახავია. ამის რომ მე ვინახულო. არ პატიმრების ნახვა ამ მერე მოგვიანებით. ეხა უნდა სიტუაცია ციხეში დაწყნარდეს. მინისტრის მსგავსად ციხის ყოფილი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. იქ ამბობენ, რომ ასეთ პატიმრებზე ძალადობა ორმაგად დაუშვებელია. ამ კადრებში ჩანს ის, რომ არათუ რაღაც ზომებია მიღებული, რომ ამ პირებს შეექმნათ შესაბამისი პირობები, არამედ ხდება მათი უფლებების შელახვა. შიში მთავარი ფაქტორია იმისა, რომ ყოფილი პატიმრები ციხეში გადატანილ ძალადობაზე არ საუბრობენ. ამასთან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სტატისტიკით ყოველწლიურად ცენტრს 500-მდე პატიმარი ოჯახთან ერთად მიმართავს. თუ თქვა თავის თავს მაინც გამოაჩენს და მოყვება ამის შესახებ, ის უკან დგას ოჯახი. იმიტომ რომ მათ აქვთ შიში იმისი, რომ მე შეიძლება დევნის ობიექტები გახდნენ. ფსიქოლოგები გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაღებულ კადრებს 51 წლის წინ ამერიკელი პროფესორის მიერ სტენფორდში ჩატარებულ ექსპერიმენტს ადარებენ. მაშინ ფილიპ ზიმბარდომ უნივერსიტეტის ზარდაფში მოწყობილ იმიტირებულ ციხეში სტუდენტების ზედამხედველება და ტუსაღებად დაყო. ექსპერიმენტი დაგეგმილი 2 კვირის ნაცვლად მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა. მიზეზი ზედამხედველების მიერ გამოჩენილი პათოლოგიური სადიზმი გახდა.